და რაც შეეხება საქართველოს, იცოდით თუ არა, რომ პირველი ნაძვის ხე საქართველოში სოხუმში დაიდგა. ამის ამსახველ ფოტო ფაქტს ბრიტანეთის ეროვნულ არქივში დაცული შავ-თეთრი ფოტო ინახავს, რომელიც 1900 წლით თარიღდება. დედაქალაქში კი ევროპული ნაძვის ხის ისტორიის ამსახველ კადრს 1913 წლის ორიგინალი სტერეო ნეგატივი ინახავს. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, ქართველი, რომელმაც ემიგრაციაში საახალწლო ნაძვის ხის პირველი უსაფრთხო სათამაშოები შექმნა. შორენა კოპალიაშვილი გეამბობთ. ასე ცოცხლდება ხელოვნური ინტელექტის მიერ 1900 წელი კუპერების ოჯახში. დრო ჩერდება და ნაძვის ხესთან გადაღებულ ფოტოს აფხაზეთში მივყავართ. ისინი იყვნენ კუპერები გვარად, ძალიან უყვარდათ საქართველო და ცხოვრობდნენ აფხაზეთში. საქართველო რო უყვარდათ საიდან ჩანს. ხშირადაც ვიათ ხოლმე ჩოხა ახალუხი და პოზიორობენ კამერის წინ, იღებენ აფხაზეთის და საერთოდ საქართველოს ულამაზეს ხედებს, ურმებს, სხვათა შორის საინტერესოა ის, რომ სოხუმის 1900 წლის ფოტოებში ხშირად მოჩანს აბრები ქართული წარწერებით. ბრიტანეთის ეროვნულ არქივში აღმოჩენილი შავ-თეთრი ფოტოები ინახავს ისტორიას ახალ წელზე. პირველი ნაძვის ხე საქართველოში სოხუმში დაიდგა. დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთვის ცნობილი, ქართველთათვის ცნობილი პირველი ქართული ნაძვის ხე დაიდგა ქალაქ სოხუმში, კუპერების ვილაში. ფოტო მაღალი გარჩევადობის არის, ჩვენ ბრიტანეთიდან ჩამოვიტანეთ მისი ფოტო ასლი, რას იყენებდნენ ნაძვის ხის გასაფორმებლად. ძაბზე აკინძულ დროშებს, სხვადასხვა ქვეყნის დროშებს, იყენებდნენ სანთლებს და იყენებდნენ სათამაშოებს, რომელიც მე ვერ დავასკვენი, ეს იყო მინისგან დამზადებული თუ ეს იყო დამზადებული ბამბისაგან, ვერ გეტყვით. გერონტი ქიქოძის 9 ნომერში, სადაც ახლა მე ვიმყოფები ჩვენს დედაქალაქში, პირველი ნაძვის ხე დაიდგა. ამას მოწმობს ერთი განსაკუთრებული ფოტო ნეგატივი, რომელიც ეროვნული არქივის საცავში ინახება. ჩვენთან ინახება პირველი სამშობაო ნაძვის ხის ფოტო, რომელიც გადაღებულია 1913 წელს გიგლო ყარალაშვილის მიერ. თბილისში პირველი ევროპული ნაძვის ხის ფოტო ისტორია სამხედრო მოხელემ გენერალმა გიგლო ყარალაშვილმა შემოგვინახა. ამჯერად 1913 წლის ორიგინალი სტერეო ნეგატივი ჩვენი კამერის ობიექტივში პირველად ცოცხლდება. ზედვე აქვს წარწერა, რომ ეს ნაძვის ხე გადაღებულია პასკევიჩის ქუჩაზე ნომერ 9-ში. ეს ქუჩა გახლავთ დღევანდელი გერონტი ქიქოძის ქუჩა. მხოლოდ ორი ინიციალია VM-ია მინიშნებული და ვინ ცხოვრობდა ამ ქუჩაზე, ვერ გეტყვით ამ წუთას არ ვიცით ვინ ცხოვრობდა. ნამდვილად ეს არის ცნობილი, რომ ეს არის შეძლებული ოჯახი. საოცრად მდიდრული და შთამბეჭდავია ჭერამდე აწვდილი ნაძვის ხეც. ეროვნული არქივი 1895 წელს გაზეთ კვალის შობის ხის ყველაზე ძველ ილუსტრაციებსაც ინახავს. ახალი წლის ისტორიის ნაწილია კობის შობაც. კიდევ ერთი ქართული თავგადასავალი, რაჭის პატარა სოფელში დაბადებულ ამერიკაში მცხოვრებ ემიგრანტზე. გრიგოლ კობახიძე იგივე ჯორჯ კობი, ის ვინც ამერიკაში ნაძვის ხის მორთვის ყველაზე ჯადოსნური ტრადიცია დაამკვიდრა. მინის სამრეწველო კომპანიის მფლობელი ინოვატორი, ვინც ნამდვილი სანთლები, რითაც ადრე ნაძვის ხის ანთება სახიფათო რიტუალი იყო, ქართული ორნამენტებით დამშვენებული მინის სათამაშოებით ჩაანაცვლა. საქართველოში ახალი წლის სიმბოლოდ ქცეული ნაძვის ხე საუკუნეზე მეტია. მთელი თავისი ბრწყინვალებით ნამდვილ დღესასწაულად აქცევს ახალი წლის მობრძანებას.